ჟიჟილაშვილის სტუდია დღის 4-ზე. გამარჯობა, ეთერშია ჟიჟილაშვილის სტუდია. დღეს თავისუფალმა დემოკრატებმა თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინეს. სტუდიაში ჩვენთან ზაზა ფირალიშვილი, ფილოსოფოსი, სწორედ ამ ორგანიზაციის ამ პარტიის წევრი. გამარჯობა ბატონო ზაზა. თუმცა ვიდრე თქვენთან დავიწყებ საუბარს, მინდა ჩვენს აუდიტორიას უთხრა, ვინ სად იყრის კენჭს, თქვენი წევრები როგორ არის გადანაწილებული ამ მომენტისთვის, თუმცა ირაკლი ალასანიამ თქვენმა ლიდერმა ბრძანა, რომ ამ ეტაპისთვის ყველა ადგილი ჯერჯერობით შევსებული არ არის და უახლოეს ხანებში გაიგებს აუდიტორია, რომელ მაჟორიტარულ ოლქში ვინ იყრის კენჭს. მთაწმინდაზე ყოფილი მინისტრის მოადგილე კოკა ფრუიძე, ჯანდაცვის მინისტრის ვაკის მაჟორიტარულ ოლქებში ვიქტორ დოლიძე და გიორგი ნუცუბიძე, საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქებში ალექსი პეტრიაშვილი, დავით ონოფრიშვილი, შალვა შავგულიძე, კრწანისის ოლქში დიმიტრი კორთხონჯია, ისნის მაჟორიტარულ ოლქში არქიტექტორი თენგიზ ხეჩიკაშვილი, ისანში გიორგი გოგილაშვილი, სამგორში ორი ოლქია, ნანა თოდუა და ბესიკ ბერიძე, ჩუღურეთში დავით ამაშუკელი, დიდუბეში ზურა ბაბაშიძე, ლევან სამუშია, ორი ოლქია აქაც, ნაძალადევში სამ ოლქში, ლევან მელიქია, ზეზო ანაცვლიშვილი, რამაზ გრიგალაშვილი და გლდანის ორ ოლქში ამირან გიგულაშვილი, ვახტანგ მაჭავარიანი. მოგეთ ასეთი ამოცემულობა. ბატონო ზაზა, ბევრმა გვარმა შესაძლოა ახლა ამ წუთში არაფერი უთხრა აუდიტორიას. უფრო არის ცნობილი გვარების კატეგორია და არის ნაკლებად ცნობილი გვარების კატეგორია. როგორ აპირებთ გააქტუალურებას მათი პერსონების, არის თუ არა რამე კონკრეტული გეგმა? რაც მომდა სტრატეგია შემუშავებულია და ეს სტრატეგია განხორციელდება ახლა საარჩევნო კამპანიას სათავეში უდგას ბატონი გია აცაგარეიშვილი და ის უძღვება ამ საქმეს. ეს პრობლემა ნებისმიერი პარტიისთვის არის და თავისუფალი დემოკრატებისათვისაც, რომ ესეთი ადამიანების წინა პლანზე წამოწევა მოხდეს, რომლებიც უცნობია შედარებით საზოგადოებისათვის, მაგრამ თუ ის პოლიტიკური ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ისინი ღირსები არიან იმისა, რომ საქართველოს პარლამენტში იყვნენ. ეს რა თქმა უნდა რთული პრობლემა არის, მაგრამ გარკვეული სტრატეგიები არის. თუმცა ნაწილის იმედი განსაკუთრებულად გვაქვს, გაქვთ ალბათ. შედარებით უფრო ცნობადები ვინც არის. აი რომელი ოლქის თქვენ თქვა იგივე ბატონი დავით ონოფრიშვილი, შალვა შავგულიძე, ბუკა პეტრიაშვილი, ხო ყველასვერი ვიკა დოლიძე. ეს ადამიანები ამათ ასე თუ ისე იცნობს საზოგადოება და რეალურად შეუძლია კონკურენციის გაწევა. აი ჩვენ ვნახეთ ბოლო დღეების განმავლობაში ურთიერთგამომრიცხავი რეიტინგები, მათ შორის ერთგან ხართ თქვენ, მეორეგან 10 გამოუქვეყნებიათ სხვა პარტიების გარდა ნაციონალური მოძრაობისა კონკურენტების რეიტინგები ოცნებას, მაგრამ გამოჟონა ინფორმაციამ, რომ თქვენ არ გაქვთ სახარბიელო მაჩვენებელი ოცნების რეიტინგში და 5%-იან ზღვარს მიახლოებულები არ ხართ. ხო, ეხლა მე არ მინდა იცით მოვყვე პოლიტიკურ პროპაგანდას, მაგრამ ზოგადად პირად შტაბეცილებას გეტყვით, ეს არ არის მხოლოდ ჩემი შტაბეცილება, რეიტინგების ომი მიდის უკვე რამდენიმე თვე არის საქართველოში, ხო? და ეს გაგრძელდება არჩევნების დღემდე. სამწუხაროდ შეიქმნა ესეთი ქაოსი სიტუაცია, საინფორმაციო ქაოსი სიტუაცია, როდესაც მართლისა და ტყუილის გარჩევა ძნელი არის ადამიანისათვის, თუ მაინც ხელი არ მიგიწვდება თუ შიდა მოხმარებისათვის შესრულებულ საზოგადოებრივ გამოკვლევასთან. და ისეც კი უკვე დადგა მომენტი, როდესაც ისეც კი საიმედო არ არის, იმიტომ რომ ერთმანეთისათვის ცრუ ინფორმაციის შეგრება მიდის, იცით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასე რომ თუ მაინც შენი გაკეთებული არ არის და სრული ნდობის თანისახურებს ის ჯგუფი, რომელიც რომელს გააკეთა ეს ნელი სანდობია. თქვენ აკეთებთ შიდა კვლევებს და დამაიმედებელი პროგნოზები გაქვთ? ყოველ შემთხვევაში ეს გვაძლევს იმის საფუძველს, რომ უიმედოთ არ ვიყოთ. ზღვარის გადალახვის პრობლემა გააქვთ თქვენ ამ რეიტინგებით, რასაც თქვენ აკეთებთ? ისაც ჩვენ გვაქვს. მე ამას წინებზე ვნახე კიდევ ერთი ესეთ შიდა მოხმარებისთვის გაკეთებული ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ და აქაც ეს პრობლემა არ არის. თუმცა კი უნდა გითხრათ, რომ იცით აი სიტუაცია საკმაოდ რთული არის, რომ გადახედავ ამ რეიტინგებს, თქვათ აი პატა ბურჯულაძის პოლიტიკური ჯგუფის რეიტინგი ზოგან ძალზე მაღალია, თქვენ გახსოვთ არა, ზოგან თქვათ ეს პრობლემურიც კი აქვს გადალახვა. აი ეს ანალოგიური მდგომარეობა პატრიოტთა ალიანსს და ასე შემდეგ. ორადორი პოლიტიკური ძალა ფიგურირებს, რომლებსაც ეს პრობლემა არ აქვს. ვიცით ჩვენ ეს არის ქართული ოცნება და ეს არის ნაციონალური მოძრაობა. ქართული ოცნებას უფრო მაღალი რეიტინგი და ნაციონალური მოძრაობას უფრო დაბალი რეიტინგი. იცით აი ნახოთ ყველაფერი, ერთი ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს. ამის ზოგისთვის უკეთესობისთვის, ზოგისთვის უარესობისათვის. მე მაინც ველი, აქ ახლა უკვე ჩემში მეტყველებს ძველი
ანალიტიკოსი რომ მე მაინც ველი რო არჩევნების წინ რაღაცეები მოხდება ისეთი რომელიც აი ამ წინასაარჩევნო განწყობებს შეცვლის. სიურპრიზები იქნება მოკლედ. ეს აპრობირებული მეთოდიკა იქნება თქვენი ანალიზის საფუძველზე, რაც გვინახავს კადრები, ბრძოლა რომელიც მანამდენაც ბევრი გვინახავს. მორალს ცდება და ასე შემდეგ. არა ეთიკურ ქცევებს ელით კონკურენტებს. დიახ. რომლისგან უფრო მეც. თქვენი კონკურენტი პრინციპში ახლა ხელისუფლებაც არის და ოპოზიციური პარტია ნაციონალური მოძრაობა. სამწუხარო ეს არის, აი ნინო ახლა მეკითხებით იმ რომ პასუხობ ჩემი ინიციატივით ამას სამსაუბარს არ დავიწყებდი ხელისუფლების წინააღმდეგ, მაგრამ იმას ვის სამწუხაროდ ხელისუფლებამ გაუგემო ასეთი მაკომპრომიტირებული ბელი მასალის გავრცელებას. გაიხსენეთ ის კადრები, რომლებიც ვრცელდებოდა ახლა უახლოეს წარსულში კი არა, რომელიც ვრცელდებოდა მაშინ ჯერ კიდევ როდესაც ოცნებად ფორსები ხელისუფლებაში არ იყო მოსული, ხო? გახსოვთ ის ირაკლი ღარიბაშვილი რომ აგინებს წინათიხი და შილს და იქ ვიღაცაზე რაღაცას ლაპარაკობს და საგმოძღვრა თქვენი ლიდერი ლაპარაკება თავის მეგობარს. დიახ. ხო. ნუ ახლა ლაპარაკი არ უნდა რომ ეს იყო ოცნების შიდაწრეებიდან გამოსული ის რა ქვია ინფორმაცია და ნუ მაგაზე მე ჩემი მოსაზრება მაქვს უბრალოდ საბუთი არ მიჭირავს ხელში, ამიტომაც მომაღლა ვერ ვიწვირა, მაგრამ აშკარა იყო ეს შიდამხმარების საკონელი იყო, შიდაბრძოლების გამოხატულება იყო, ოცნების შიდაბრძოლების გამოხატულება იყო, რომელიც გამოვიდა გარეთ. არც ისე მთლიანი იყო ოცნება, ესე თუ როგორც ჩანდა გარედან, მონოლითური არასოდეს არ ყოფილა და ეს გამოჩნდა კიდევაც ყოველ ხანებში, რომ ეს მონოლითურობა მოჩვენებითი ყოფილა მისი. და ასე რომ ხელისუფლებიდან ამას მეველია საშუალებელი. ნუ ჯერ ყველაფერს თავი დავუნებოთ, უკვე რამდენი ხანია და დაანონსებულია გოგა ხაინდრავას ფილმის გამოსვლა, ხო? ჯერ 9 სერია უნდა იყოს, არა თუ არ ვცდები. ზუსტად ვერ გეტყვით რამდენი სერია, მაგრამ მრავალ სერიიანი რომ უნდა იყოს და გადაღებები და მონტაჟი რომ აქტიურ ფაზაშია, მეგონი ფინალურ ეტაპზეა ეს. ასე რომ აი ეს საკმაოდ სერიოზულ როლს შეასრულებს ხომ და მე თავის თავად. მე არ გამოვრიცხავ რომ კვლავ გამეორდეს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება. იცით, მიხვდით იმისა, რომ ესეთი მძაფრი რეაქცია იყო საზოგადოებაში, ხო, რომ პირადი ცხოვრებაში პირადი ცხოვრება ხელშეუხლებელია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მიხვდით ამისა, მსგავსი რაღაცების გავრცელება სავსებით შესაძლებელია. არ გამოვრიცხავ გარკვეულ პროვოკაციებს გარკვეული ლიდერების წინააღმდეგ. ახლა მე აი პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ თვითონ გამაფრთხილეს კიდევაც ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერის შესახებ, რამდენჯერმე ეცედიზეთ, რომ ნუ მკითხავთ ვის შესახებ, რომ რაღაცა სერიოზულ პროვოკაციას შეიძლება ერლოდეს თავის ოჯახურ ცხოვრებაში ის. გასმით. ასე რომ თქვენ ლიდერზეა საუბარი, თქვენი პარტიის. ერთ-ერთი ლიდერის შესახებ. ხო, მე არ ვიმევშები, არ ვაზუსტები ისე ლაპარაკი, არ ვაკონკრეტები ისე. წყაროები იყო სანდო? სანდო იყო ჩემთვის ის წყარო, იმიტომ რომ ეს ადამიანი ეს ტყუილად არ ლაპარაკობს. და მით უმეტეს კომპეტენტური ადამიანი არის. ასე რომ აი ესეთი მე ეს მოვიყვანებ მხოლოდ მაგალითად იმისა, რომ ეს ხერხები მოსალოდნელი. მოგეთ მოლოდინი გაქვთ პარტიაში, თუ თქვენ ახლა კი როგორც მოქალაქე ისე საუბრობთ, მაგრამ პარტიული კუთვნილება გაქვთ. მე პარტიის სხვა წევრებს რა მოლოდინი აქვთ, მე გეუბნები ჩემს პირად მოლოდინი, ჩემ პირადი მოლოდინი. ნუ წესით მაშინ უნდა არსებობდეს რაღაცა ამის განეიტრალების სტრატეგია. აი არსებობს რაღაცა ასეთი. პრინციპში საზოგადოება მეტნაკლებად შეეგუა. აი ეხლა რო ვაცხადებ თქვენი რადიოს მეშვეობით ამას, ესეც გარკვეული განეიტრალებაა, ხო, პრევენცია გარკვეული. როდესაც მზაობა და მოლოდინი ამისე არსებობს, წინასწარ მზადდება საზოგადოებაში, რა თქმა უნდა, შემდეგ ის დარტყმა ისეთი ძლიერი არ არის ხოლმე, ხო? ასე პრევენციული ზომები გააჩნია ახლა რას ვეძახით პრევენციას. მე პირადად ამას ვეძახი პრევენციას, წინასწარ გააფრთხილო ადამიანები, რომ მსგავსი რაღაცა მოსალოდნელია. პრინციპში ადამიანები ამ ქვეყანას შეეჩვენენ ამ ტიპის კომპრომატებს, როგორ ფიქრობთ, მუშაობს ეს კომპრომატები ჯერ კიდევ? მუშაობს. პირადი ცხოვრების ამსახველი მუშაობს აუცილებლად. მუშაობს და იმუშავებს საომარ. რა თქმა უნდა იმუშავებს, აუცილებლად იმუშავებს. როგორც უნდა ვილაპარაკოთ ჩვენ, რომ ეს არის პირად ცხოვრებაში ჩარევა და რომ ეს არის, რომ ეს ადამიანები არ უნდა იმასაც შევიჭრათ ისეთ სფეროებში, რა სფეროებშიც არ უნდა შევიჭრათ, არა, მიუხედავად ამისა ეს ყოველთვის იმუშავებს. მარტო ჩვენთან არა, ეს ყველგან მუშაობს. ბატონო ზაზა, თქვენ როგორ ფიქრობთ? თქვენ კარგად იცნობთ იმ წრეს, რომელსაც კოალიცია ერქვა. კოალიცია ქართული ოცნება ყველა სხვადასხვა პარტიისგან შემდგარს. იცნობთ აი პერსონალურად მათ, გიბრძოლიათ მათთან ერთად თანამოაზრეები ყოფილხართ. აი რატომ არის ასეთი აქცენტი თავისუფალი დემოკრატების წინააღმდეგ, როგორადაც თქვენ ამას აღიქვამთ? დაწყებული მასალების გამოქვეყნებიდან თუ მუქარებიდან დასრულებული ვთქვათ კაბელების საქმით, რომელიც პოლიტიზირებულ თემად მიგაჩნიათ თქვენ და ფიქრობთ, რომ ეს არის კონკრეტულად თქვენი პარტიის წინააღმდეგ მიმართული.
არც ერთ დიდ კვლევაში, ყოველ შემთხვევაში მეორე ადგილზე ჯერჯერობით ალასანიას პარტია არ გადასულა და დიდი კონკურენცია ხელისუფლებასთან, უშუალოდ ხელისუფლებასთან მას არ აქვს. რატომ არის აქცენტი ირაკლი ალასანიაზე, თქვენ როგორ ფიქრობთ? ხო, იცით. ახლა თქვენ მაინც რომ რაღაცები გულახდილო თქვა, რაც არ მithქვამს აქამდე და კი ბატონო გევიტყვი. დიდი სიამოვნებით მოგისმენთ, ბუნებრივია, იმიტომ რომ თქვენგან მეტად გულახდილობას ველით, ვიდრე რიგითი პოლიტიკოსების. ხო, იცით საქმე ის არის, რომ იქ თავიდანვე იმთავითვე იგრძნობოდა იმ კოალიციაში ერთგვარი დაძაბულობა სხვადასხვა სუბკულტურის წარმომადგენლებს შორის. ნუ აი ცალკე იდგნენ რესპუბლიკელები და თავისუფალი დემოკრატები. მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთში ახლა დიდი სოლიდარობა არ ახასიათებდათ არასოდეს ამავე პოლიტიკურ ძრეს, მაგრამ ხო პირიქით. ოდესღაც გაიყარნენ კიდევაც, ისე რომ ალბათ პერსპექტივაში აღარ განიხილავენ ერთი კულტურული ჰორიზონტის ხალხია, ხო ერთი მსოფლმხედველობრივი ჰორიზონტის ხალხი არის და სხვა დანარჩენ კოალიციის დანარჩენ ნაწილს შორის. მე მაშინვე გამიშთა შიში, იცით, როდესაც საზოგადოებრივი აზრის დინამიკას ვადევნებდი თვალს, რომ შეიძლება უნდა გამიჭიანურდეს ახლა პასუხი, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა, როდესაც საზოგადოებრივი აზრის დინამიკას ვადევნებდი თვალს, მაშინვე გამიშთა შიში იმისა, რომ ნაციონალების განდევნა ქართული პოლიტიკური ცხოვრებიდან აუცილებლად მოყვებოდა აი ამ ორი პოლიტიკური ძალის განდევნის მცდელობაც. რომ აუცილებლად იზრუნებდნენ თვითონ კოალიციაში არსებული ძალები იმაზე, რომ კოალიციიდან განედევნათ ეს ორი ძალაც. ანუ მთელი დასავლური სუბკულტურის განდევნის მცდელობა მოყვებოდა ამას. ასე ვთქვათ, პუტინისტური კონტრრევოლუციის მცდელობა მოყვებოდა და ეს მოხდა კიდევაც. ჩვენ ვხედავთ, რომ პირველი შესაძლებლობისთანავე თავისუფალი დემოკრატები გახადა შესაძლებელები წამოსულიყვნენ, ხო? იცოდნენ რა, რომ ისინი თავისუფალი დემოკრატები იმ დაპატიმრებულ ადამიანებს არ მიატოვებდნენ და შემდეგ ახლა ყველაფერი იკეთება საიმისოდ, რომ იმასნას პოლიტიკიდან განდევნილი იქნას, უბრალოდ კოალიცია კი არ დატოვნა, არამედ პოლიტიკიდან განდევნილი იქნა რესპუბლიკელები. ეს აღმოჩნდნენ მარგინალური ძალის როლში. ეს პროცესები მაშინვე მოინიშნებოდა. მე ძალიან კარგად მახსოვს ის ენთუზიაზმი, რომელთაც მოდიოდნენ და ცდილობდნენ შეერთებოდნენ კოალიციას მავანი ადამიანები, რომელთა პოლიტიკური გემოვნებაც, გეოპოლიტიკური გემოვნებაც შემთხვევით ყოველთვის ეჭვს იწვევდა. როგორც ცდილობდნენ ისინი ივანიშვილის ჭრილში მოქცეულიყვნენ. ისინი მართლაც მოდიოდნენ და ისინი მუშაობდნენ, ძალიან სერიოზულად მუშაობდნენ და მათ გარკვეულწილად მიაღწიეს კიდევაც თავისი. აი ბატონ ზაზა, აქ მინდა რომ ჩაგეკითხოთ, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ მოხდა განდევნა, მოხდა, ხო, იქ არის ერთი მთავარი პერსონა, ბიძინა ივანიშვილი. მის გარეშე ვინმეს მოძლიერება, ან ვინმეს შესუსტება ხდება? როდესაც კოალიციაში რამე ხდება, ეს პირადად მისი სურვილია სავარაუდოდ, ხო? ერთი არის მისი ნება და მეორე არის რამდენად ფლობს ის სიტუაციას. რა თქმა უნდა, მისი ნებით ხდება ეს ყველაფერი, მაგრამ თვითონ აღიქვამს იმ სიტუაციას, რა სიტუაციაც შეიქმნა კოალიციაში, მე ეჭვმეპარება, იმიტომ რომ როგორც ნებისმიერი მართველი ან ყოველ შემთხვევაში დიდი გავლენის მქონე ადამიანი, გარემოცვის მიერ მოქცეულია საინფორმაციო ვაკუუმში და მან საკმაოდ შეიძლება საკმაოდ ცუდი ნაკლებად ქონდეს სამოძღვენა იმის შესახებ რა ხდება ქვეყანაში. მას დაწუნებული იყავით, რომ დღესაც უქმნიან შტაბ-ბიძილებას ქვეყანაში იგივე დამოკიდებულება მის და მისი კოალიციის მიმართ, როგორც იყო 2012 წელს, რომ მან რომ მოინდომოს 200,000 კაცი ისე მოიყრის თავს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და რასაც ხშირად ამბობს, რომ მას აქვს ჭარბინდობა, ხშირად იყენებს ამ რა თქმა უნდა, იმიტომ იქ არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, რომ ის ამყოფენ ესეთ სრულ იმაში ინტელექტუალურ ვითარებაში და ამითი ისარგებლონ. ნუ ჩვენ ხო დავინახეთ რა ნიშნები იმისა, რომ სამისად ცუდად სარგებლობდნენ ვიღაცეები, ხო? თუმცა იმას სულ აქვს ხოლმე ცდილობა, რომ გქონდეს რაღაც არაფორმალური ჯგუფები ყავდეს, საიდანაც მიიღებს რჩევას. თუ არ ვცდებით, თქვენც იყავით ერთ-ერთ ასე ჯგუფში. ესაუბრება ადამიანებს კრიტიკის მოსმენას თითქოს სურს, მაგრამ რაღაც ეტაპზე ეს უკვე აღარ ხერხდება. აი ნინო, თქვენ კიდე მეორედ მაინც ვულებთ რომ თქვა ისაც ფიქრობ და რასაც ნაკლებად მომხმე. არა. ბატონ ბიზნეს აქვს ერთი დიდი ნაკლი, მას ძალიან არ უყვარს, როდესაც იმას ამბობენ, რაც ის მოსმენაც მას არ უნდა. ძალიან არ უყვარს სამწუხაროდ ესე. მე რამდენჯერმე ვარ შემსწრე იმისა, თუ როგორ არ შეემუნებს მას იმის მოსმენა, რომ ერთია ეს ამით შეიძლება ის არ არის გამორჩეული მოქალაქეების ადამიანებისგან, იმიტომ რომ ეს ადამიანური ტიპური ქართველია თვალსაზრისით. არ არის უცხო, არავის არ გვიყვარს თუცა გვაკრიტიკებენ, მაგრამ მეორეა მხედველობაში მიიღო ან არ მიიღო. შედეგი დგება კრიტიკის შემდეგ. ზოგჯერ დგება, ზოგჯერ არ დგება.
უნდა გითხრათ, რომ უმრავლეს შემთხვევაში ვერ გვასე რომ ყოველთვის უმრავლეს შემთხვევაში არ დგება. ანუ ყოველ შემთხვევაში ერთი რამ ფაქტი არის, რომ როდესაც მას სიმართლეს ეუბნები, ცხენი გამზადებული უნდა გქონდეს. წინანდელ შემთხვევაში შეიძლება ზალზე ისეთი მრისხანება დაგაწყდეს თავს მისგან. მეორე არის იცით, აი საკმაისად წლოვანი იყო ის, როდესაც დაიწყო პოლიტიკაში შემოსვლა. ანუ მას არ ჰქონდა არავითარი პოლიტიკური გამოცდილება. ბიზნეს გამოცდილება და პოლიტიკური გამოცდილება ნინო, ახლა მე და თქვენ ეს ძალიან კარგად ვიცით, როგორ დიამეტრალურად განსხვავდება ერთმანეთისგან, ხო? ეს სრულიად სხვადასხვა გამოცდილებები არის. და ბიზნესმენებს ხშირად ექნებათ ხოლმე ილუზია, მაგრამ ბიზნესმენებს კი არ სპორტსმენებსაც, რომ ეს რახან მათ აქვს ძალიან დიდი გამოცდილება რომელიღაცა სფეროში და ზეწარმატებულები არიან, მათ შეიძლება პოლიტიკაშიც ასეთივე ანალოგიურ წარმატებას მიაღწიონ. ივანიშვილი არ იყო რიგითი წარმატებული, ეს ყველაზე დიდი კაპიტალის მფლობელი ქართველია, თუ არ ვცდები და შესაბამისად მას ჰქონდა უფრო მეტი საფუძველი შესაძლოა ამ ამბიციის. კარგით, მაშინ რომელი ერთი სპორტსმენი დავასახელო, რომელიც ზეწარმატებული იყო ასევე სპორტში, მაგრამ პოლიტიკაში სრულიად მეხუთე ხარისხოვან არსებად გადაინაცვლა. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ჯერ მე მგონი არ ყოლია ძალიან წარმატებული, ზეწარმატებული სპორტსმენია პოლიტიკოსი. გადაცემის მერე გაგახსენებთ რამდენიმე გვარს. ზეწარმატებულებს, რომლებიც პოლიტიკაში მოვიდნენ და ნეტარი არ მოსულიყვნენ. მე სხვა რამ თქვენ მე წამოყევი თქვენაში, რომ ჯერ არ ყოლია წარმატებული პოლიტიკოსი სპორტსმენი, რომელიც ზეწარმატებულ პოლიტიკოსად ქცეულა. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ხელოვნების წარმომადგენლებს და რა თქმა უნდა, რეჟისორებიდან დაწყებული. რა თქმა უნდა, ეს სრულიად განსაკუთრებული ნიჭიერებაა და რომელიც ათვისებაც უკვე ეს ინსტინქტებია, რომელიც ადამიანს მოყვება ახალგაზრდობიდან, მოყვება მოციქულობის ასაკიდან და არა ვთქვათ მაშინ, როდესაც ის პენსიაზე გავა ბიზნესიდან და შემდეგ მოინდა იმას ისამს, რა ქვია, გადაინაცვლოს პოლიტიკაში, ესეთი რაღაც არ ხდება. ამიტომ მე კარგად მესმის, რომ როდესაც ის ხშირად არაადეკვატურად აღიქვამს ხოლმე პოლიტიკურ სიტუაციას და ხშირად დამოკიდებული ხდება ხოლმე ძალიან ბევრი იმაზე. აი ამ დროს ხდება ეს იყო მე თან მიდევნებია თვალი, როგორ ხდებოდა ის აბსოლუტურად დამოკიდებული ხან ერთ პიროვნებაზე, ხან მეორე პიროვნებაზე, პოლიტიკური გემოვნების თვალსაზრისით, ხან მესამეზე და ასე შემდეგ, მაგრამ მე მეწმუნდებოდა, რომ ეს პიროვნებები სარგებლობენ ამით და მე მოიძულებდა და მოიშორებდა ხოლმე თავიდან. ჰქონდა სხვადასხვა დროს საფუძველი, რომ ეფიქრა, რომ მისით სარგებლობდნენ? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს ყოველთვის შიშულდება. იმიტომ რომ მეფისკარი ეს უცნაური რაღაცა არის, ხო? ვინც ყოფილა მეფისკარზე, ეხლა პირობითად ვამბობ, ხო? იმან ძალიან კარგად იცის, რა კატეგორიის ადამიანები იყრიან ხოლმე თავს მეფისგარ შემო და როგორ ქმნიან ხოლმე იმ სიტუაციის, საიდანაც მათ მაქსიმალური მოგება შეიძლება ნახონ, ხო? ეხლა აი რამდენი ადამიანი არის დღეს დაინტერესებული იმაში, რომ ბიძინა ივანიშვილს ჰქონდეს ის გავლენა და ის პოლიტიკური ძალაუფლება ქვეყანაში, რაც დღეს გააჩნია. მაგრამ მოინდომოს კიდევაც გაქცევა, ისინი არ გაუშვებენ. იმიტომ რომ მთელი მათი მდგომარეობა, როგორც ბიზნეს მდგომარეობა, ისე პოლიტიკური მდგომარეობა აგებულია მასზე. ეს ეფუძნება სწორედ მის ეს ფორმალური გარემოცვაა თუ არაფორმალური, ბატონო ზაზა? ჩვენ ხედავთ ამ ადამიანებს, ვინც გავლენას ახდენს. ზოგს ხედავთ, ზოგს ვერ ხედავთ. ეს ანალოგიური სიტუაცია იყო შევარდნაძის დროსაც, ახლა მე იმ მაშინდელი მეფის კარსაც საკმაისად კარგად ვიცნობდი. ანალოგიური მდგომარეობა იყო, ვთქვათ, სააკაშვილთანაც, ხო? ეხლა თქვა თავისუფლების ინსტიტუტის გავლენა სააკაშვილზე ფორმალური იყო, რა თქმა უნდა არ იყო ფორმალური, არაფორმალური იყო, ხო მართალია რა, იდეოლოგიური თვალსაზრისით რაღაც. ასე რომ ეს მექანიზმები საქართველოში მუშაობს. აი ბატონო ზაზა, როდესაც თქვენ აკრიტიკებთ ივანიშვილს იმ თვალსაზრისით, რომ ამბობთ პრაქტიკულად იმას, რომ კარგი ბიზნესმენი იყო და იშოვა ფული არ ნიშნავს, რომ იყო კარგი პოლიტიკოსიც, ხომ ეს ახლა თქვენ თქვით. აი რა მეტყველებს იმაზე, მოდით აი პარამეტრები ხო არსებობს პოლიტიკოსის შედეგის შეფასების. რა შედეგი აქვს მას ახლა ცუდი ამ მომენტისთვის? თუ კი ის მოახერხებს და პარლამენტში ისევ შევა უმრავლესობით 100 ადამიანის პროგნოზს აკეთებენ, ალბათ მაჟორიტარების ხარჯზე რა კიღა საკუთარი კვლევით 35% აქვს ოცნებას. აი საიდან რა რჩება იმის საფუძვლად, რომ თქვათ, რომ ის ცუდი პოლიტიკოსია, თუ კი დაიდება რეალური შედეგი მისი გუნდისთვის. მოდით ახლა ესე მოდით შევხედოთ აიქიდან სხვამხრიდან ეს მაგ პრობლემას. ნუ პირველ რიგში ის რომ ის საკადრო პოლიტიკა არის ბიზნესმენის საკადრო პოლიტიკა და ეს არის პოლიტიკოსის საკადრო პოლიტიკა. როდესაც პოლიტიკური
მენეჯმენტი არ ნიშნავს შემსრულებლების მხოლოდ შემსრულებლები დაკომპლექტებას თელი ვერტიკალისას, ხო? პოლიტიკური მენეჯმენტი ნიშნავს, რომ ყველა ადამიანი ამა თუ იმ ხარისხით ლიდერი უნდა იყოს იმ კვანტში, რა კვანტშიდაც ის განთავსდება. აი თქო მინისტრი უნდა იყოს ლიდერი იმაში, ისა უნდა იყოს პასიური არსება, რომელიც ელოდება უზენაეს მართლს გადაწყვეტილების მიღებაში. სამწუხაროდ, აი ეს მეორე მოდელი უფრო მეტად ახასიათებს 90-იანი წლების პოსტსაბჭოთა ბიზნესს. რომელშიც ზეწარმატებული იყო ბატონი ბიძინა და სწორედ აი ეს მოდელი გამოიტანა მან პოლიტიკურ მენეჯმენტში დღეს. იგი ყველა კვანტს სვამს ადამიანებს, რომლებიც მორჩილები არიან, რომლებიც შეიძლება ფასადურად მონგებიანები იყვნენ, მაგრამ საბოლოო ანგარიში ჩვენ ხედავთ, რომ ეს ადამიანები ამ ადამიანების დამოუკიდებლობის ხარისხი მინიმალურია. აი ეს იმას ნიშნავს, რომ მან ვერ შეძლო გადაენაცვლებინა ბიზნეს მენეჯმენტიდან პოლიტიკურ მენეჯმენტში. როგორც ეს კომფორტულია მისთვის, ხო, როგორც კომფორტულია, მაგრამ წამგებიანი. აი რა თვალსაზრისით არის პრაგმატულად წამგებიანი მისთვის. ის თვალსაზრისით რომ აი თუ მას სურს თქვა ეს მოდელი რა მოდელითაც ახლა აი მარტო მაგალითს მოგიყვანთ თეთრი წყაროს გზა, აი კოდის შემდეგ ფარცხისამდე დაზიანდა 2 წლის წინ წყალმა დააზიანა ახლად გაკეთებული ეს ტრასა რო არის საერთაშორისო გზატკეცილი და 2 წელი მოუნდენ ასიმეტრის შეკეთებას. ეს კონკრეტული მაგალითი არის. ანუ გადაწყვეტილებების მიღება და რეალიზება ჭიანურდება უსასრულოდ სწორედ იმის გამო, რომ ყველაფერი ამ კაცად არის ამ ვერტიკალზე აგებული. ინიციატივის აღება უჭირს ადგილზე კონკრეტულ ადამიანს. ან ძალიან დიდი ნდობით უნდა სარგებლობდეს, აი თქვათ როგორც ჩვენ ჯანდაცვის მინისტრია, ის სარგებლობს როგორც ჩანს ბატონი ბიძინას ნდობით, ისეთი ნდობით, რომ მას თავისუფლების ხარისხი მაღალი აქვს მიცემული. მაგრამ აი თითქმის არავითარი თავისუფლების ხარისხი არ ჰქონდა ყოფილ განათლების მინისტრს, ხო ხედავდით. ეს პერსონებზე არ არის დამოკიდებული? ნაკლებად არის, იმიტომ რომ შეიძლება იქ პერსონა უნდა წინასწარ უნდა კონდეს მისი დადებითი კონტაქტი ესა მიმართება ბიძინა ივანიშვილს. პერსონაჟზეც არის რა თქმა უნდა დამოკიდებული. ვიღაცა ეგუება ამ სიტუაციას, ვიღაცა არ ეგუება, მაგრამ ნუ ეხლა ეს რთული იმაში შევედით, ფსიქოლოგიური იმაში შევედით. ხო, არა, თქვენ ფიქრობთ, რომ ანუ ჯანდაცვის სფერო ისე შესაძლოა არ იცოდეს, ასე არ თვლიდეს ივანიშვილი ეს მიანდო სერგეენკოს და ფიქრობდეს, რომ განათლება უფრო მithumedes სერგეენკოსთან მას ურთიერთობის დიდი გამოცდილება აქვს, იქ ხო, საავადმყოფოს ხელმძღვანელი იყო და დიდი გამოცდილება აქვს ზენდობა მას ხედა იცის რომ ის პროფესიონალია და შესწავლას არ დაუშვებს. მაგრამ აი სხვა სფეროებში ის ცდილობს რომ მაქსიმალურად ხელში ეჭიროს სადავეები და ეს აუცილებლად იწვევს იმ სფეროების მარცხს. თქვენი პროგნოზით ის უმრავლესობაში მოვა ოცნებით ალბათ. აბსოლუტურში ვგულისხმობ სადაც 2/3-ს აიღებს ოცნება თუ გაუჭირდება და კოალიცია დაჭირდება. აი მოდით ახლა ცოტა ცინიკურად ვიტყვი და არ ვუსურვებდი რომ 2/3-ით მოსულიყვნენ, იმიტომ რომ ყველაზე მძიმე პერიოდი ქართული ოცნებისათვის დადგება სწორედ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ აი მეორედ არჩევნები გამოცდილებაც აქვს ამის ხო რომ მეორედ არჩევის შემდეგ რა მძიმე მდგომარეობაშია ხოლმე ჩვენი ხელისუფლება. იმიტომ ეს ნდობის მანდატი ამოწურვას იწევს რესურსები დობის კრედიტი ეს ამოწურვას იწყებს ხოლმე ეს მეორე არჩევნის შემდეგ მე უკვე ჩვენი ამორჩეული უფრო ხმამაღლა ამადლის ხოლმე მას თავის მიცემულ ხმას ასე ვთქვათ ეს განსაკუთრებით რთული მდგომარეობაში ექნება ქართულ ოცნებას საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს შორის და ჩვენ ნახავთ რომ ეს ყველაზე კარგად გამოჩნდება საპრეზიდენტო არჩევნებისას. იმიტომ რომ მე მაქვს სრული განცდა იმის რომ ესები რომ ივანიშვილი დღეს ცდილობს რომ ის საპრეზიდენტო მმართველობაზე და ისეთივე კონტროლი დააწესოს როგორი კონტროლიც აქვს მას აღმასრულებელ ხელისუფლებაზე. მისთვის მარგულაშვილი ძალზე მოუხერხებელი და მოუხერხებელი პერსონა არის ამ თვალსაზრისით. ეხლა არ ვეხები იმას თუ რა გზით მოვიდა მარგულაშვილი თანამდებობაზე და ასე შემოდა. ფაქტია რომ ის დისტანცირდა და ის დისტანცირდა ფაქტია. არ არის იმ კატეგორიაში ვიზეც თქვა თქვენ ოპოზიცია ამბობს რომ პირდაპირ მართავს მას. ფაქტი არის რომ მარგულაშვილი ახერხებს ასე თუ ისე ბალანსი დაამყაროს მასთან ურთიერთობაში რაც ივანიშვილისათვის მიუღებელი აღმოჩნდა. ამიტომ მე ველი რომ ალბათ შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატად მოგვილინება ის ახალგაზრდა კაცი სწორედ რომელიც თავისი წარმატების წვრილზე წავიდა პოლიტიკიდან. ყოფილი პრემიერ-მინისტრის გულისხმობ. მე მასაც არ ვურჩევდი მსგავს, იმიტომ რომ ეხლა შეიძლება რიგითმა უმრჩეველმა
ვერ აღიქვა ეს მძაფრად, მაგრამ ახლა პოლიტიკურმა ესტაბლიშმენტმა უკეთესად იცის ეს და მით უმეტეს ჟურნალისტების საზოგადოებამ მის გარემოცვას პოზიტიური როლი არ უთამაშია ქვეყნის ცხოვრებაში, ჩვენ ვიცით, ხო? და იმ შემთხვევაში თუ ის მეორედ მოbrunდება, ის გარემოცვის ნეგატიური როლი გაურმაგდება და გასამაგდება. ბატონ ზაზა, როდესაც თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ პრინციპში ოცნება ცდილობს და მისი ლიდერი, რეალური ლიდერი ბიძინა ივანიშვილი დისტანცირებას, თქვა, გაუშვა რიგრიგობით ის ძალები, რომლებიც თქვენ ჩამოთვალეთ, მათ შორის ის, ვისაც თქვენ დღეს წარმოადგენთ, ალასანიას თავისუფალი დემოკრატები, ახლა პროცესში არიან რესპუბლიკელები. მიუხედავად იმისა, რომ თქვა რესპუბლიკელების და თავისუფალი დემოკრატების ურთიერთობის, თქვა, ისტორია არსებობს, არც თუ წარმატებული. შეიძლება თუ არა რომ საარჩევნოდ მოხდეს რაიმე ტიპის გაერთიანებაზე ფიქრი, თუნდაც იმ პრაგმატული მოსაზრებით, რომ მოხდეს 5%-ის გადალახვა, თუ გაჭირდა ეს გზა თუ განიხილება ერთ-ერთ გზად, თუ ამას წერტილი აქვს დიდი დასმა. იცით, მოდით ესე ვიტყვი, რომ მე პირადად მომხრება, რომ გაერთიანების თუ არა რაღაცა გარკვეული ალიანსისა. თუნდაც არაფორმალური ალიანსის მომხრება. თუნდაც მაჟორიტარებმა რომ არ იბრძოლონ თქვენებმა ერთმანეთთან. ყველა შემთხვევაში თანამშრომლობის მომხრება. კარგად უნდა გავითვალისწინოთ, ჩვენ საკმაოდ რთულ მდგომარეობაში. ხელისუფლება როგორც ჩანს, უმრავლესობით პარლამენტში მოვა ოცნება თავისი ამორფული იდეოლოგიით. ხო? იდეოლოგიით სადაც შენ ვერ გაიგებს, სად იწყება დასავლური განწყობილებები და სად თავდება ჩილოური და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ერთი და მეორე ეს მისი ოპონენტი იქნება კვლავ სხვებთან ერთად ნაციონალური მოძრაობა, რომელიც ნდობის ხარისხით საკმაოდ დაბალი არის მოსახლეობაში. მე გესმით და აი ამ სიტუაციაში, რა გითხრათ, ყველაფერს ჯობია თუ კი ესეთი ისევ და ისევ ფსიქოკულტურულად ნათესაური ძალების რაღაცა სოლიდარობა შედგება. აი ამ თვალსაზრისით ვინ შეიძლება კიდევ იყოს სივრცეში, ვინც მონათესავეს მიგაჩნიათ? ვერ გეტყვით ახლა მასე ძალიან ძნელია თქმა, ახლა იცით ყველა თავის გამოსავალს ეძებს, როგორც ვატყობ და ეს ამური ძალის ნაცვლობა აშკარა არის, რომ მათ შეუძლიათ რაღაცა საერთოს მოძებნა. ნაციონალების განაყოფ, თქვათ, გირჩს იცით რა არის, იმდენად მძიმე კვალის მატარებლები არიან ისინი, რომ ძალიან ძნელია მათთან თანამშრომლობა. მიუხედავად იმისა, მე ახლა ყოფილ ნაციონალებთან ურთიერთობა მაქვს და ძალიან კარგად ვიცი, რომ ძალიან ბევრ მათგანს არავითარი დანაშაული არ მიუძღვის და თვითონაც ან დღემდე არ ჯერა, რომ ის დანაშაული მართლა ხდებოდა, მართლა გულწრფელად არ ჯერა, ან უბრალოდ ამ აღიარებს, რომ ეს დანაშაულები მოხდა და ამ ხმამაღლა ამის განცხადება უბრალოდ ერიდება. მაგრამ ეს კვალი, იცით, ეს საზოგადოებრივი განწყობილებები ისეთი მძიმე აქვს ნაციონალურ მოძრაობას და მის განაყოფებს, რომ ძალიან ძნელია მათთან თანამშრომლობა. ეს სამწუხარო არის, მე ვერ ვიტყვი ეს კარგი. აი ბატონო, ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ ქართულ ოცნებაზე, მის ლიდერზე, ახლა მინდა რომ ვისაუბროთ ნაციონალურ მოძრაობაზე. დღეს იყო სულხან მოლაშვილის დაკრძალვა, მინდა რომ ამ ეთერით მივსამძიმრო მის ოჯახს. ეს არის ერთ-ერთი სიმბოლო იმ პერიოდის, რა პერიოდიც ვთქვათ, იყო ერთ-ერთი რთული პერიოდი უახლეს ისტორიაში საქართველოსი. ჩვენ გაგონილი გვაქვს თუ არა ასე ვთქვათ, მობოდიშება აი ამ თემებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ თითქოს და ნაციონალური მოძრაობა ამბობს, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა მათ აიღეს, იმით რომ წავიდნენ ხელისუფლებიდან, მაგრამ აი მოლაშვილის ოჯახთან გასაგებია, რომ ეს 29 წლის გახსენება არ არგებს შესაძლოა ქვეყნის განვითარებას და მუდმივად ამაზე აპელირება, მაგრამ რა ვქნათ, რომ გვახსენდება. იცით რა არის, მე მგონი არარეალურად ესმით სიტუაცია იმ ადამიანებს, რომლებიც არაპირებს მობუდიშებას, იმიტომ რომ ეს თემები ჩამოკიდებული ატმოსფეროში როგორც თქვენ მზარდეთ, ხო? ქსუსო არ ქსუს ისინი თავს გვახსენებენ. ახლა 2-3 დღის წინ გარდაიცვალა მოლაშვილი, 2-3 დღის შემდეგ გარდაიცვალა კიდე ვიღაცა და ჩვენ აი ამ ნაციონალების დატოვებული კვალის კვალი ხდება მძიმე კვალი, უარყოფითი კვალი ხდება ყოველ ნაბიჯზე. ასე რომ რაღაცა გადაწყვეტილება თუ არ მიიღეს, მას ძალიან ძნელია. მაგრამ თქვენ მომბუდიშება ახსენეთ, ახლა რეალურ სიტუაციაში მე მესმის, რომ ეს მომბუდიშება და აღიარება საკუთარი დანაშაულისა ნიშნავს, რომ რიგი ლიდერებისა უნდა წავიდნენ პოლიტიკიდან. ზოგმა მათგანმა პასუხიც უნდა ააგოს სამართლებრივად. აი ამაზე წავლენ ძალიან ძნელი წამოსადგენია. მაგრამ თქვენ აღიქვამთ, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ პასუხისმგებლობა აიღო პროცესებზე? ვერ აღვიქვამთ. რომ აღარ არიან ისინი ხელისუფლებაში, ამით ეხლა იძულებული გახდნენ, იმიტომ რომ სიტუაცია ქვეყანაში საკმარისად დაძაბული იყო, ხო, წინა საარჩევნოდ. ძალიან მძიმე სიტუაცია იყო. მართლა 200,000 კაცი იყო რუსთაველზე, ხო, ეს შემეშინდა კიდევაც ამდენი ადამიანის დანახვა.
იმიტომ რომ ეს ამაში გასახარელი არაფერი არ არის, თუნდაც იმ აქციის მომწყობისათვის, იმიტომ რომ ეს არის უზარმაზარი ირაციონალური ძალა, ეს არის უზარმაზარი ირაციონალური ენერგია, რომელიც საერთო ღმერთმა იცის. და რო არ წასულიყვნენ, რა მოყვებოდა ამას ღმერთმა იცის. ასე რომ ნუ დაგვამადლიან, მათ წააგეს არჩევნები. აი ათეული ახალი ყავთ მათ ჩვენ ჯერ არ ვიცით როგორ იქნება სიასრულად და ეგრეთ წოდებული ძველები რა პოზიციებზე იქნებიან თქვათ იგივე გიგა ბოკერია რომელიც ამ წუთში ერთ-ერთი ლიდერია ერთ-ერთი ფრთის და შიგნით საუბარიც არის ძალიან სოლიდურ სერიოზულ განხეთქილებაზეც და ასრთა სხვადასხვაობაზეც მაგრამ მე მაინტერესებს ეს რეალურად სიახლე არის თუ არა აუდიტორიისთვის ის ათეული რომელიც ეგრეთ წოდებულ ახალ სახეებად წარმოადგენს მოდით ესე დავსვათ საკითხი სიახლე შეიძლება იყოს მაგრამ მიმღებლობის ხარისხი დაბალი შეიძლება ახალი სახეები იყოს მაგრამ ისინი არ იყვნენ იმავე ჩარჩოში რა ჩარჩოშიდაც არ იყვნენ ძველ სახეებს იმავე იმიჯით, იმავე განწყობილებებით და იმავე, ასე ვთქვათ, აგრესიულობით. ასე რომ მხოლოდ სახეების ჩანაცვლება არ არის საქმე. თქვენ წეხან ახსენეთ მობდიშება თუ მონანიება თუ რა ვიცი. ეს არ მომხდარა, ხო? პირადად მე ძალზე ყურადღებით, როგორ გითხრათ, ძალიან მძაფრად აღვიქვი, როდესაც ერთ-ერთმა აი მათეულის ერთ-ერთმა წევრმა სააკაშვილს მოუწოდა, რომ მაქიდან ნუერევი ჩვენ საქმეებშიო, გახსოვთ არა, ესეთი განცხადება რო იყო, ხო? უცბად იმას და მივაქცია მას ყურადღება, იმიტომ რომ რაღაც მსგავს მე პირადად სულველი ხომ მათგან. რომ ბოლოს მიხვდებიან რომ რაღაცები თუ არ შეიცვალა, თუ ვიღაცები არ გაიმეტეს, თან რეალური დამნაშავებია თუ არ გაიმეტეს, არა, ისე მაგ პოლიტიკური ძალის პერსპექტივა ნულოვანია. ისინი მუდმივად ფეხებში აებლანდებიან სხვა პოლიტიკურ ძალებს და მით უმეტეს მათ რესურსები ამისი აქვთ, როგორც საინფორმაციო რესურსები, ისე თანხები. და ეს ყოველთვის ხელს შეუსლიან პოლიტიკურ პროცესებს და პოლიტიკურ გავითარებას ქვეყანაში. ასე რომ ჩემთვის გამიხარდა კიდევაც, როდესაც ვიღაცამ გაბედა და სააკაშვილს ესეც რაღაც შეუთვალა. ან ვიღაცამ გაბედა და თქვა, რომ რისი დიდგორი ახლა, ნუ რა დროს ეს თეატრალური ბუფონა და სადღაც დიდგურზე დრუშების ფრიალი გესმით და ასე შემდეგ. ანუ იცით აი თითქოს არის ნაციონალურ მოძრაობაში თითქოს არიან ვიღაცები, რომლებიც ცდილობენ რომ რაღაცნაირად მაინც შეცვალონ ეს სიტუაცია, მაგრამ მათი გავლენა ჯერჯერობით სუსტია. მათ აქვს მემკვიდრეობითი ტვირთი იმ თემებზე, რაზეც ჩვენ საუბრობდით, როგორ ფიქრობთ? მემკვიდრეობითი დღეს აქვთ. თუმცა შანსი აქვთ, ჯერ კიდევ როგორც ახალ სახეებს, შანსი აქვთ, რომ გათავისუფლდნენ ამ მემკვიდრეობითი ტვირთისაგან. ეს ძალიან მძიმე ტვირთია, მათ კარგად უნდა იცოდნენ ეს. ზოგი მათგანი ნაციონალურ მოძრაობას უყურებს 2003 წლის გადასახედიდან, დაახლოებით იმ გადასახედიდან 2003-დან პირობითად ვთქვათ 2005 წლამდე, როცა წარმატებული იყო ნაციონალური მოძრაობის მოღვაწეობა და მიმღებლობაც საკმაოდ მაღალი იყო საზოგადოების მხრიდან და თვალსაჩინოს იმას რაც ხდებოდა 2006 წლის შემდეგ, ხო? განსაკუთრებით 2007 წლის 7 ნოემბერს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ან 2011 წლის მაისში და შემდეგ ასე შემდეგ ასე ცალთვალით შეუძლებელია ხო პროცესებს ის პროცესები სამეცნიერო რთულია და შენ თუ გინდა რომ პოზიტიური შეინარჩუნო ამიტომ უნდა აღიარო ის ნეგატიურიც რომელიც არსებობდა წინანდელ შემთხვევაში ქართული გამოცდილება კი ვიცით და პოზიტიურსაც ჩარიცხავს ხოლმე ნეგატიური როგორც მოხდა თქვა იგივე ზვიად გამსახურდიას შემდეგ ახსოვთ არა ეს პოზიტიურის დაივიწყა ადამიანებმა რაც გამსახურდიას ახლდა ან დაივიწყეს ადამიანებმა იგივე შევარდნაძის შემდეგ უცბად ყველას დაავიწყდა ის პოზიტიური რაც შევარდნაძეს ჰქონდა გაკეთებული ასევე სააკაშვილის შემთხვევაშიც უცბად დაივიწყეს ადამიანებმა შენ თვითონვე თუ არ შეძელია აი ამ გათავისუფლება ამ ტვირთისაგან არა უბრალოდ აი ბატონ ზაზა ჩვენ საუბრობთ პოლიტიკურ გარემოზე თქვენ გიკავიათ კონკრეტული პოზიცია ყავთ თქვენი სტაბილური ამორჩეველი ზოგი კვლევა აჩვენებს რომ მეტი ზოგი აჩვენებს რომ ნაკლები მაგრამ ორივე კვლევაში გისწრებთ ახლად შექმნილი პოლიტიკური მოძრაობა რომელსაც ლიდერობს პაატა ბურჯულაძე აი როგორ განიხილავთ ამ ფენომენს პოლიტიკური ძალა რომელიც შემოვიდა ნული ასე ვთქვათ რესურსით წარსულით მაგრამ აქვს რაღაცა ხიბლი, რაღაც ქარიზმა, თავისი ლიდერიანად და თქვენ შედარებით გამოცდილ პარტიას, შედარებით გამოცდილ ლიდერიანად უცებ უსწრებს. ეს რა ტიპის დაკვეთაა აუდიტორიისგან? მე ვერ გეტყვით, იცით, აუდიტორიისგან ძირითადად დაკვეთა მოდის მოდერნიზაცია ადამიანური სახით. არავის არ უნდა სტაგნაცია ქვეყანაში. კაცობრიობა მოსემო მოახერხა და თავისი მმართველობას რაღაც ერთგვარი სტაგნაციის ელფერი მისცა.
ну ბაატა ბურჭულაძის პოლიტიკური ძალა სწორედ აი ამ ელფერის ტარებას ცდილობს მოდერნიზაცია ადამიანური სახით. აი ეს რაც სააკაშვილისთვის გაუგებარი იყო, მას სჭირდებოდა ჩარეცხვა ვიღაცეების, სჭირდებოდა თქვა ვანო მერაბიშვილს ორი გვამი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ესეთი ძალის მოლოდინი არის ახლა, ვინც უკეთესად შესთავაზებს თავს აი ამ იმაში, ამ ამპლუაში, რა თქმა უნდა, ის იქნება წარმატებული. ახლა რეიტინგებზე მე იგივეს ვიმეორებ, მართლა ძალიან მიჭირს ვენდო ამ რეიტინგებს. მაგრამ თუ ეხლა რომ მომიტანოთ რეიტინგი სადაც თავისუფალ დემოკრატებს 25% აქვს, იმასაც სადაც იგივეს გეტყვით. ნამდვილად არ დავიჭერთ. ასე გები, ეს უკვე სპეკულაციური თემაა თქვენთვისაც და დაკარგული აქვს ნდობა ამ ეტაპისთვის. არა მხოლოდ იმიტომ რომ ვიღაც შეიძლება აყალბებს, არამედ იმიტომაც რომ აუდიტორია შესაძლოა არ არის გულწრფელი ან რაღაცას მანიპულირებს. გასაგებია და ფინალში პრორუსული ძალები, რომლებიც თქვენთან იდეოლოგიურად სრულიად დაცდენილნი არიან, რეალურია მათი პერსპექტივა ქვეყანაში. პარლამენტში რომ მოდიან, ასეთი პერიოდი ჩანს, თუნდაც პატარა შემადგენლობით, მაგრამ მაინც ეს ფაქტია. მე თუ მკითხავთ, ეგ უკვე ტრაგედია, თუნდაც თქვათ 5%-იანი ზღვარი გადაალახონ მხოლოდ და მეტი ვერაფერი გააკეთა პრორუსულმა ძალებმა. ეს უკვე ტრაგედია ქვეყნისათვის. ეს იმას ნიშნავს და რომ ესეთი პრორუსულმა დისკურსმა გაიღვიძა კვლავ საქართველოში. რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიური საფუძველი არის, როგორ ვიტყვით, ერთგვარი ბარბაროსული პრაგმატიზმი, თუნდაც მწვანილის ან ხილის გაყიდვის ინტერესები ან რაღაც მსგავსი ის, მაგრამ ყველა შემთხვევაში ძალიან ცუდია, ძალიან 2008 წლის შემდეგ თუ კი შესაძლებელი იყო პრორუსული განწყობილებების რეანიმაცია საქართველოში, მე პირადად ძნელად წარმოვიდგინე, მაგრამ მოხდა. ეს რისი ბრალია? რისი ან ვისი დამსახურებაა იმ რაც რბილი რუსული პოლიტიკის, რომელიც სახეზია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გაცილებით უფრო ძლიერ ქვეყნებშიც, ევროპაშიც. იცით, რა თქმა უნდა, ამის ბრალიც არის და რუსულმა პროპაგანდამ საქმესაც კარგად იმუშავა. არის ისიც, რომ დასავლურმა ძალებმა შეაშინეს იგივე უბრალო ადამიანი. იგივე ნაციონალური მოძრაობა ასოცირდება დასავლურ ორიენტაციასთან, ხო? და დასავლური უბედურება ის არის, რომ დასავლური ორიენტაცია ასოცირდება ნაციონალურ მოძრაობასთან, და ასე რომ სამეცნიერო დიდი ზარალი მიაყენა ნაციონალურ მოძრაობამაც ამ ორიენტაციას. გარდა ამისა არის იცით ერთგვარი, როგორ გითხრათ, ის იდეოლოგიური რა დავარქვა ამას, ინფანტილიზმი, ბოდის პირდაპირ დავარქვა, ბოროტი ინფანტილიზმი, როდესაც იდეოლოგიურ თამაშებს ეწირება ხოლმე სახელმწიფოებრივი ბედი. ეს სახელმწიფოების ბედი, ესეთი იდეოლოგიების შემოგდება ჩვენ სივრცეზე დასავლური აზროვნების იმითი, რა ქვია, დროშით, რომელიც სრულიად მიუღებელი არის მოსახლეობის, თქვა 80%-ისათვის. და აი ამ დროს შენ იმას შემოგიგდებიან როგორც პროგრესისა და განვითარების ნიშანს და როგორც რაღაცა ადამიანის უფლებების და დაცვის ნიშანს. ასე რომ აქ მხოლოდ პუტინისტური ძალების მოქმედება არ არის, აქ არის ჩვენი ზერელობაც, აი დასავლურად განწყობილი ძალების ზერელებო და ზერელი დამოკიდებულებაც საკუთარ სოციალურ გარემოს მიმართ. და ფინალში მაინც მინდა ვიკითხო, რა იქნება თქვენი მთავარი გზავნილი ირაკლი ალასანიას გუნდის, რომელსაც თქვენ ახლა შეუერთდით პრინციპში, მაგრამ როგორც ჩანს, ამდენი ასეთი მრავალფეროვანი სპექტრიდან გააკეთეთ არჩევანი მათზე და აღიქვით ისინი თანამოაზრეებთან კონკრეტული მოსაზრებების გამო. რა არის ის, რის გამოც თქვენ მიხვედით და რასაც თქვენ ეტყვით აუდიტორიას, რომ ჩვენ თუ აგვირჩევთ, თუნდაც მოვალთ ოპოზიციაში ვიქნებით ესეთები და მოხდება ეს. ეს ჩემთვის მთავარი არის ის, რაც წახანაც ვახსენე და რის გამოც ამჩევლის უმრავლესობა გააკეთებს არჩევანს ჩემი აზრით. ეს არის ქვეყნის მოდერნიზაცია ადამიანური სახით. ის რომ ეს მოდერნიზაციის პროცესი არ წარიმართოს ყოველი კონკრეტული ადამიანის წინააღმდეგ და ამას არ მოყვეს სოციალური კრახი მრავალი ადამიანისათვის. მაგრამ ქვეყანა ყოველ შემთხვევაში უნდა დაიძრას ადგილიდან და ქვეყანას უნდა მიეცეს მომავლის პერსპექტივა. აი ამას ვხედავ მე ამ ძალაში, ამის პოტენციალს ვხედავ მე ამ პოლიტიკურ ძალაში. დიდი მადლობა საზაფირალიშვილს, ფილოსოფოს, თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელს, რომელიც პასუხობდა ნინო ჟიჟილაშვილის სტუდიის შეკითხვებს. ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს ხვალ 4 საათზე, დღევანდელი გადაცემა კი განმეორებით შეგიძლიათ მოისმინოთ 19 საათსა და 10 წუთზე. გმადლობთ. ჟიჟილაშვილის სტუდია დღის 4-ზე.